ზოგადად ეს დაჭერების სერია რაც დაიწყეს, რაც ვნახეთ რის გამო იჭერენ ადამიანებს, რითი დაიწყო ეს ყველაფერი მათივე მოხერხილი ღობით და რაც ინსცენირებული რაღაც ეს მასკარადი იყო, რაც დადგეს, როგორ და რანაირად იყო ამაზე სავარაუდოდ. იმედი მაქვს, რომ ხვალ ნახავთ შაბათის გამოძიებაში, ყველას ვურჩევრენ ნახავს ნოდარ მელაძის შაბათის გამოძიებას, ძალიან კარგად ჩანს ანონსში რაც ნახე. მეორე მე ძალიან მაინტერესებს იმ ადამიანების მონაყოლი ისტორია. 5 კაცის, ვინც ორგანიზატორებად დააიდენტიფიცირეს, ყველაზე საინტერესო იქნება მათი პირით მოყოლილი რა ხდებოდა და ვისთან ჰქონდათ საერთოდ ურთიერთობა და ასევე მათთვის თანაც ჰქონდათ ურთიერთობა იმათაც, ანუ ვიღაც ადამიანები იქნებოდნენ მათ ირგვლივ, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა და მე შემოგთავაზა როგორც აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული თავდასხმა რაღაც იმაზე, რა ქვია, შენობაზე, რომელიც არავის არ ჭირდება და შიგნით ადამიანი ზის, რომელსაც თვითონაც არ ჯერა, რომ იმ პოსტზე არა პოსტეს დაანიშნეს. რაც შეეხება ეს დაჭერის ეს რაოდენობა, რამდენი მოდიან ხოლმე დასაჭერად, მიდიან უბრალოდ დასაჭერად რა ფორმებით აკეთებენ დაკავებას. ამაზე ჯერ კიდევ დედების აქციები რო ტარდებოდა, როდესაც საკუთარი შვილებისთვის წამლებს ითხოვდნენ დედები. იქვე ჩანდა რა მასშტაბის მობილიზაცია იყო ხოლმე საპოლიციო ძალების, აი რა შეიძლება მომხდარიყო მაგ აქციაზე. ერთხელ დავთვალეთ, თუ არ ვსწრებით 11 დაკავების მანქანა იყო მარტო ორ პარალელურ ქუჩაზე, პარლამენტის ერთი და მეორე მხრიდან. და იქ რეალურად მოქალაქეები იყვნენ დედების გვერდში, რომლებიც ითხოვდნენ თავსაკუთარი შვილებისთვის წამალს. ნუ რაც შეეხება გოგი ექიმს გათავისუფლდება. გიორგი ჩახუნაშვილი რა იყვნენ, იმდენი მაინც ყოფილიყვნენ იქ. ხო, იქ დაეცვა, შენობა დაეცვა. ნუ ეს ყველაფერი ჩანს, რომ დადგმული სპექტაკლია, იმდენად დადგმული სპექტაკლი, რომ უკვე სასაცილოს კარიკატურად გადაიქცა, სახელმწიფოს კარიკატურაა უკვე ეს ყველაფერი რაღაც. ან არ ვიცი, თვითონ ამ პოლიციებს, როგორც ბატონო როჟა თქვა, როგორ უღირთ აი ამ ცირკში მონაწილეობა, აი ამის მერე ვის ეუბნებიან, რომ პოლიციელებიანი, ან რო ეუბნებიან რაღაც მომენტში საკუთარი თავის მაინც თუ არ ხვენიათ, აი რასაც აკეთებენ მაგის მერე. ხო და რა ენაზე უნდა ველაპარაკოთ, რა საქციელით უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს რაღაცა შიშის თესვა, ბევრი პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ბუებით არ გამოდის. აქ ხალხი ქუჩაში დგას საკუთარი ქვეყნის სწორი მიმართულებით პროგრესისთვის და გადასარჩენად. და რა ვიცი 200 კაცს თუ მოგვისევენ და ისე დაგვიჭერენ, ხო ნახეს რომ ამას არანაირი შედეგი არ აქვს, მაგრამ მაინც რაღაც ჯიუტად ცდილობენ რაღაც ეფექტი მოახდინონ რა და ეს არ მესმის, აი როდემდე შეიძლება აი ამ ცირკში გავაგზავნოთ ცხოვრება, რა ჩემთვის გაუგებარია. პლუს ამას ბრალდებები, რომელიც წამოყენებული აქვთ მოქალაქეებს, მე ჯერჯერობით ვერ გავყევი საქმეებს და საქმის მასალების ჯერ ალბათ ადვოკატებსაც არ აქვს წესი რომ ნახი, იქ ალბათ ვნახავთ რაღაცა, ალბათ ის იქნება იუმორისტული ჟურნალები რა, ესე რო ვთქვათ რა, იქ სასაცილო არაფერი ხდება, მაგრამ ის რაც ნანახი მაქვს საკუთარ საქმეში, რას ყვებოდნენ, როგორ ყვებოდნენ და რა ზღაპრებს, სერიოზული ზღაპრების კრებული გვექნება წინ გასაცნობად. ერთი რაც მინდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაპატიმრებულებს შორის არიან პაციენტები ამ წუთისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ასევე არიან მეურვეები პაციენტების, რომლებიც ასევე არიან ქრონიკული დაავადებულები და მათი ერთადერთი, ესე ვთქვათ, ზედამხედველები და მხარდამჭერები არიან. პროკურატურიდან მოდიან სასამართლო პროცესებზე ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები და ცივსისხლიანად, აბსოლუტურად კითხვების დასმის გარეშე ასეთ ხალხს უშვებენ ციხეში. ჩემი და კიდე რამოდენიმე პატიმრის ამბავმა ჩაიარა და ეს ყველაფერი ვნახეთ და არც მათზე არც მოწოდება ჭრის და არაფერი, უბრალოდ აი მართლა არ ვიცი, ამ ქვეყანაში ხო აპირებენ ცხოვრების გაგრძელებას, ჩვენ სიკვდილს არ ვაპირებთ და არც მათი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის უკვდავი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ცდილობს რაც შამანებით მოიპოვოს ეს გახანგრძლივება. არაფერი მან უნდა ჩახედოს საბჭოთა კავშირში მამაკაცის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივებას და დაახლოებით სადღაც მაგ სივრცეებში ტრიალებს. ეს მინდა იცოდეს მისმა პროკურორებმაც, რომლებიც ჯერ ახალგაზრდა გოგო ბიჭები არიან და დაუკვირდნენ, რომ
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი ციხეში რჩება პატრონის გარეშე და თუ მე გამოგორდება რომელიღაცა ჩინური შაჰაბასი რო ყავთ გორდულაძე, ხალწვერიანი და სპეკულაცია რო უწოდა ჩემს მონაყოლს, რო ციხეში გაგრილების სისტემა არ იყო და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექნებოდა, ისეთ სიცხე იყო, ისიც გამოვა და ესეთი ჭკვიანი სახეებით, ძალიან მიამიტი სახეებით იტყვიან, რომ რას ამბობთ, სერვისებიო, სამედიცინო, ყველაფერი არისო ციხეშიო, რა თქმა უნდა და ეხლა ჯერ არ ვიცნობ ყველა პაციენტის ისტორიას, მომწერეს მე და ვთხოვე რომ ყველაფერი ეს რაღაც მაქსიმალურად რაღაცნაირად ეს ინფორმაცია მოგროვდეს, რომ არც ისე გამოგვივიდეს რაღაცა ცუგან გაშიავტეხოთ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ იქ არის кейსები, რომელიც გასათვალისწინებელია და ბოლო-ბოლო არსებობს სამაჯური, არსებობს პასპორტის ჩამორთმევა, არსებობს სახლიდან გაუსვლელ 1000-ნაირი საპროცესო კოდექსში, მე მგონი ჩემგან პროკურორებს არ ესწავლებათ და მაიძულეს რომ ესწავლა, საპროცესო კოდექსში დეტალურად აქვს გაწერილი აღკვეთის ღონისძიების ნაირსახეობები, როგორც პროკურორებს, ასევე მოსამართლეებს და რაღაც მომენტში აი მართლა მაინტერესებს, აი ცხოველიც კი არ მოიქცევა ისე, როგორც ესენი იქცევიან, ან გეგმავენ რომ მოიქცნენ და თხოვნაც მექნება და მოწოდებაც მექნება, რომ კარგად ჩახედონ საქმეებს, კარგად ჩახედონ ამ ადამიანების მდგომარეობას, როგორც ჯანმრთელობის, ისევე მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის და მიიღონ ზომები ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფიქსირდება ციფრულ კვალად და ამაზე აუცილებლად მოვა დრო, რა უნდა დაგვემართოს ისეთი, რომ აი ეს არაადამიანობები ვინმეს დაავიწყდეს. არ ვიცი, აი ეთყობა კონკრეტულმა ადამიანმა, ბევრმა ადამიანმა, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში საქართველოს ისტორიის ეს მიმდინარეობისას ამგვარ არაადამიანობებზე ბოლომდე ხმა არ ამოიღო და ზოგ-ზოგიერთებს კიდე გონიათ, რომ კიდევ ესე რაღაცნაირად სადღაც შუას კედლებს შორის გაძვრებიან და ვერ გაძვრებიან უბრალოდ თავს მივუძღვნი იმას, აი თუ მე შეიძლება დამაშენონ ციხე თავზე კიდე ერთხელ, საერთოდ არ გამიკვირდება, უბრალოდ აი რომ დადგება მომენტი, რომ ამ ქვეყანაში რაღაცები შეიცვლება, სათითაოდ იმ პროკურორებს და მოსამართლეებს, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაიკიდეს ფეხებზე, როცა შესაძლებელი იყო უბრალოდ ნებისმიერი სახით, აი არ არის ეს გაწერილი კოდექსში, მაგრამ აი რა ვიცი, შეიძლება მიაბა საყელურით საკუთარი სახე, ბოლო-ბოლო გარედან კარი დაუკეტო და ეს გასაღები დაიჭირო ხელში. ნებისმიერი მეთოდით შეგიძლია ადამიანს შეუზღუდო თავისუფლებები. აი სასამართლოზე თქვი ჩემთან, ანუ მისამართი შეიცვლება, ანუ გლდანში იჯდებიან თუ ქალების შემთხვევაში რუსთავისკენ, თუ თავიანთ საკუთარ სახლებში, სადაც ან საკუთარი ჯანმრთელობა აქვს მისახედი, ან საკუთარი ოჯახის წევრის და აქ ლაპარაკია თუ არ მეშლება არასრულწლოვნებზეც, მათ შორის დაავადებების მქონე არასრულწლოვნებზე. ამ ყველაფერს გავარკვევ და ვეცდები და ასევე ჩემ კოლეგებს მინდა ვთხოვო, რომ ყურადღებით ვიყოთ ყველა, ამ ადამიანებში არიან სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები და კიდევ ერთხელ აუცილებლად ამაზე ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ხმამაღლა უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, ისე როგორც ექიმებს შეეფერებათ. რას გულისხმობ, გიორგი? არის მე მომაწოდეს ინფორმაციები, რომ არსებობენ დაპატიმრებულებს შორის, ანუ მძიმე ქრონიკული დაავადებების ხო, ანუ ეს უნდა გავარკვე, ჩავუხმოდეთ, შევისწავლოთ და რა თქმა უნდა, ეხლა იქ არანაირი სპეკულირებას ადგილი არ ექნება, უბრალოდ იქ არსებობს კონკრეტული кейსები, რომელიც უბრალოდ არაფერში აღარ ჩაჯდება. და ამ შემთხვევაში პროკურატურასაც და სასამართლოსაც გასათვალისწინებელი აქვს რაღაცა მინიმალური ადამიანური სტანდარტი, უბრალოდ რაღაცა ცხოველის სტანდარტსაც ვერ დააკმაყოფილებენ, რომ ეს ასე აქნა, ეს ვარ მეთქვა არ